მერის კიდევ ერთი იდეა მოსახლეობის მხარდაჭერას ელოდება იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქში მცხოვრებით 15,000 ადამიანი დაეთანხმება გიგი უგულავას ინიციატივას თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების სისტემა ამოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ტრანსპორტის სარგებლობის შემთხვევაშიც კი გადასახდელი მხოლოდ ერთხელ მგზავრობის საფასური იქნება. თბილისელებმა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელექტრონული ბარათით სარგებლობენ, მალე შესაძლოა მხოლოდ პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხადონ. თბილისის მერიის ინიციატივა მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვა მარშრუტზე გადაჯდომის შემდეგ საათნახევრის განმავლობაში უფასო მგზავრობას გულისხმობს. ინიციატივის დეტალები დღეს გიგი უგულავამ ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განმარტა. დედაქალაქში ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც ყოველ თეთრს ითვლის. ამიტომ სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ სატრანსპორტო სისტემის გასაუმჯობესებლად მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. თუ ადამიანს უწევს გადაჯდომა ავტობუსიდან ავტობუსზე, ან ავტობუსიდან მეტროში, ან პირიქით მეტროდან ყვითელ ავტობუსში, იგი გადაიხდის მხოლოდ პირველი მგზავრობის საფასურს. მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების სისტემები ევროპის ბევრ ქალაქში მოქმედებს, თუმცა შეღავათით სარგებლობის დრო ხშირ შემთხვევაში 1 საათია. მერიის ინიციატივით კი მეტრომანის უფასოდ გამოყენებას თბილისელები პირველი მგზავრობიდან საათნახევრის განმავლობაში შეძლებენ. გიგი უგულავას განცხადებით, ეს დრო ქალაქის ორ ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულ რაიონს შორის გადასაადგილებლად სრულიად საკმარისია. ზუსტად გვაქვს დათვლილი მანძილიც და დროც. ავიღოთ ყველაზე გრძელი მარშრუტი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე. ვთქვათ ვარკეთილის რომელიმე კვარტლიდან გლდანის მე-7 მიკრორაიონამდე. ადამიანი ჯერ მგზავრობდა ავტობუსით ვარკეთილის მეტრომდე, მეტროთი სადგურ ახმეტელამდე, ხოლო იქიდან ისევ ავტობუსით გლდანის მე-7 მიკრორაიონამდე. ანუ ორჯერ რომ უწევდა გადაჯდომა, 3 მგზავრობის საფასურს იხდიდა. ახალი წესით კი მხოლოდ პირველი მგზავრობის ფასს გადაიხდის, რათა ავტობუსით მეტროს სადგურამდე ჩამოვიდეს. მგზავრობის ელექტრონულ ბარათს თბილისში ამ ეტაპზე მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. თბილისელების თქმით, ფასდაკლების ახალი სისტემა მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვიყენებ ხშირად, დღის განმავლობაში ძალიან ხშირად მიწევს გამოყენება და ეს თუ იქნება ძალიან კარგი შეღავათი იქნება ჩემთვის. საზოგადოების მოთხოვნას, როდესაც ითვალისწინებს მერია და მთავრობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მივესალმებ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხშირად ვიყენებ. და რა თქმა უნდა ეს შეღავათი იქნება საათნახევარი, ვადა თუ გაგრძელდება კიდევ უკეთესი. 600,000-მდე თბილისელი უკვე სარგებლობს სხვადასხვა შეღავათებით. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი ინიციატივა ყველა კატეგორიის მგზავრზე გავრცელდება. ეს შეეხება როგორც ყველა რეგულარულ მგზავრს, რომელიც იხდის 50 თეთრს, ასევე ყველა იმ შეღავათებით მოსარგებელ მგზავრს, რომელიც ქალაქში არის 600,000-მდე და მგზავრობს როგორც 20 თეთრად, ასევე 10 თეთრად და ასე უფასოდ. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების სისტემის შემოღების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია. წინადადება 5 დღის განმავლობაში ვებგვერდზე ჩემი თბილისი.com განთავსდება. 15,000 მხარდამჭერის მოგროვების შემთხვევაში კი ფასდაკლება თბილისის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოქმედდება.